ჯორჯერ ვოთერენ პაუერმა თბილისის მცხეთისა და რუსთავის წყალმარაგების გასაუმჯობესებლად 2024 წელს 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა. რეალურად შემცირდა თუ არა წყალმარაგების შეზღუდვის არეალები, ქსელზე ინციდენტების რაოდენობა, წყვეტების საშუალო დრო და როგორია კომპანიის გეგმები 2025 წლისთვის. ჩემი თანაწამყვანი ქეთი ბერიკაშვილი თავის სტუმართან ჯორჯერ ვოთერენ პაუერის ტექნიკურ დირექტორთან გიგა ნადირაძესთან ერთად გვერდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ საინტერესო თემაზე გვიწევს ქეთის საუბარი და ალბათ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურზე, რომელსაც ახლა დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობის, თბილისის და რუსთავის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ინტერესით მიადევნებს თვალყურს. მე შესაძლოა გითმობ ეთერს. მოგესალმები მაია, მივესალმები მაყურებელს და მივესალმები ჩვენ სტუმარს. მადლობა გიგა, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და მართლაც ძალიან აქტუალურ საკითხებზე მოგვიწევს დღეს მსჯელობა და თქვენი მხრიდან ახალი ინფორმაციის მოსმენა, როგორც თბილისის, ასევე რუსთავის და ქალაქ მცხეთის მაცხოვრებლებისათვის. 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა გასულ წელს, რომლისთვისაც კომპანიამ 120 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და ძირითადად ეს პროექტები შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც საბოლოო ჯამში წყალმარაგების გაუმჯობესებას ისახავს. მისდათ მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მხრიდან არის გარკვეული წუხილები, რომ ჯორჯერ ვოთერ პაუერს, ასე ვთქვათ, აქვს გარკვეული შეფერხებები, როგორც ავარიული წვეტები, ენერგოომბუდსმენმაც ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემაში სტუმრობისას. როგორია თქვენი პოზიცია მასთან დაკავშირებით? რა შედეგები მოგცათ 2024 წელს განხორციელებულმა პროექტებმა და რამდენად არის შემცირებული ავარიული წვეტები, ასევე აქვე 2025 წლის სამიზნე მაჩვენებელი როგორია ავარიული წვეტების შემცირებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, უყურებელს ყოვლისა მივესალმები თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით ჩვენი მოწვევისთვის. რაც შეეხება წვეტებს, როდესაც ჩვენ წვეტებზე ვსაუბრობთ, აქ რამდენიმე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, რომელიც ხედავლებაში უნდა მივიღოთ. ეს არის უშუალოდ, რა თქმა უნდა, წვეტების სიხშირე და რაოდენობა, რომელიც წლის განმავლობაში ხდება. გარდა წვეტების რაოდენობისა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს უშუალოდ საშუალოდ ერთი წვეტის არეალში რამდენი მომხმარებელი რჩება წყლის გარეშე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, როდესაც წვეტა ხდება, მიუხედავად არეალისა, მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად ხდება რეაგირება ამ წვეტაზე და რამდენად სწრაფად ხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და შესაბამისად ნორმალურ რეჟიმში სასმელი წყლის მიწოდების აღდგენა. ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ 2024 წელს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განვახორციელებთ, რომლის თავარი ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და პრობლემების გადაჭრა იყო. რაც შეეხება წვეტების რაოდენობასთან მიმართებაში დაახლოებით 20%-ით შემცირდა გასულ პერიოდთან შედარებით ავარიული დაზიანებებისა და წვეტების რაოდენობა. რაც შეეხება არეალებს, 18%-ით არის შემცირებული საშუალოდ ერთი წვეტის ფარგლებში სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა, ხოლო ოპერატიულობას, ანუ დროს და რეაგირებას ჩვენი მხრიდან დაზიანებასთან მიმართებაში 30%-ით არის გაუმჯობესებული უშუალოდ დაზიანებაზე რეაგირების დრო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ამ 30% რამდენად დამაკმაყოფილებელია თავად კომპანიისთვის, იმიტომ რომ 30% მაინც ისეთი განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი წლის ფარგლებში არ შემოვიფარგლებით, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 24 წელზე და კონკრეტული წლის, ესე ვთქვათ, მიღწევებზე, ეს პრობლემური მიმართულებები ისევ რჩება, უფრო შედარებით სუბუქი ფორმით, თუმცა ჩვენი შემდეგი წლის გეგმები კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება და ამ პარამეტრების კუთხით კიდევ გაუმჯობესებებს ველოდებით, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეაგირების, დაზიანებების რიცხვის შემცირებისა და არეალების გაუმჯობესების ნაწილში კიდევ გვაქვს ჩვენ ცალკეული პარამეტრები, რომელიც არის დანაკარგების შემცირება. მნიშვნელოვანია წვეტებთან მიმართებაში დანაკარგების შემცირება, იმიტომ რომ პირველი, როდესაც ჩვენ დანაკარგებზე ვსაუბრობთ და მის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, აუცილებელია აქვე ვახსენოთ, რომ ნებისმიერი ტიპის ფარული ჟონვა, რომელსაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, ეს არის წინასწარ პრევენცია იმ დაზიანებისა, რომელიც შეიძლება ავარიულ რეჟიმში გახდეს სამართავი და აუცილებელი გახდეს მოსახლეობის სასმელი წყლის შეწყვეტა. ამ დაზიანებების, ფარული დაზიანებების მოძიების ნაწილში ჩვენ 11 მილიონი კუბური მეტრის ნაკლები წყლის მიწოდება შევძელით სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რიცხვებში რო გამოვსახოთ, დაახლოებით არის 50,000 ოჯახის მთელი წლის მოხმარება. შესაბამისად, ჩვენ როდესაც დაზიანებებზე ვსაუბრობთ, თავარია აქვე აღვნიშნოთ, რომ დაზიანების შემთხვევაში რამდენად გვაქვს რესურსი, რომ სხვა ალტერნატიული წყაროებით მოვახდინოთ მოსახლეობის შემცირება. შესაბამისად, დანაკარგების იდენტიფიცირება მოსახლეობაში ავარიული წვეტების შემცირება, ხო? ზუსტად პირველი დაზიანებების წინასწარი აღმოფხვრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრევენცია გავაკეთოთ და ავარიულ რეჟიმში არ მოგვიწიოს მართვა და მეორე დანაკარგების შემცირების კუთხით ეს
ადგილი წყლის მოცულობა ჩათვალეთ შესაძლებელი, ანუ პოტენციურად გამოყენებადია სხვა რესურსების მიმართულებით, რომ მივაწოდოთ მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიგა და როგორი იქნება თქვენი ასე ვთქვათ წინასწარი პროგნოზი 2025 წლისთვის სახსენეთ პროცენტული მაჩვენებლები და 2025 წელს რა პროცენტულ მაჩვენებელსით იმ მიმართულებით რომ ავარიები კიდევ უფრო შემცირდეს. საინვესტიციო გეგმა, რომელიც 2024 წელს განვახორციელეთ, იგივე მასშტაბის სამუშაოები არის დაგეგმილი 2025 წელს. შესაბამისად, ჩვენ თუ გქონდა 20%-იანი შემცირება დაზიანებების რიცხვის, შეიძლება ეს 20% არ იყოს და უფრო ნაკლები იყოს, იმიტომ რომ ყოველ შემდეგ ჯერზე უკვე ნაკლებ პრიორიტეტული ქუჩები და უფრო ნაკლებ დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია გიწევს, იმიტომ რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფილი ინფრასტრუქტურა განაახლეთ, თუმცა დაახლოებით იგივე მონაცემებთან გვექნება საქმე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ როდესაც 2025 წლის სამიზნე მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ქუჩების რეაბილიტაცია არ არის გამოსავალი. აქ აუცილებელია ვისაუბროთ სხვა ესე ვთქვათ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიც არის წნევების რეგულირების მიმართულება წყალმომარაგების სისტემაში, ვინაიდან ამ მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და გაცილებით ბევრი დაზიანების შემცირება და პრევენცია შესაძლებელი წნევების რეგულირებით ცალკეული სექტორისთვის, ვიდრე მთლიანად ამ ქსელების რეაბილიტაცია. კარგი, აუცილებლად დაგიბრუნდებით წლის ბოლოს და შემდგომ უკვე შემაჯამებელ ანგარიშსაც მოვისმენთ თქვენგან. მინდა გავყვე მოქალაქეთა პრეტენზიებს, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში თქვენთან call center-შიც ალბათ ძალიან ხშირად ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის პრეტენზიები, რომელიც ზუსტად მომსახურების ნაწილს უკავშირდება. ერთ-ერთი ესეთი არის SMS-თან დაკავშირებული პრეტენზიები. ძალიან ხშირად მოქალაქეები დაგვიანებული დაკავშირებით, დიახ, როდესაც იღებენ SMS წვეტასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად არ უწყდებათ წყალი და იღებენ ჩვეულებრივად მომსახურებას, თუმცა როდესაც დგება წვეტის შემთხვევა, მაშინ არ იღებენ SMS. რასთან გვაქვს საქმე, თუ არის კომპანია უკვე ასე ვთქვათ დაგეგმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა. კი ბატონო, და ამავე თემას ქეთის ძალიან კარგ თემას შეეხო და ამავე ნაწილს გავაგრძელებ. როდესაც პირობითად ხდება გასაგებია, რომ შეიძლება ყველანაირი ბუნებრივი პრობლემის, ამ ბუნებრივი პროცესის, ასტიქის, ნებისმიერ დროს რაღაც ისეთი დაზიანება მოხდეს, რომელიც წინასწარ არ გაქვთ გასასრული. აი, რამდენად დროულია თქვენი კომპანიის მხრიდან მოქალაქისთვის გაგზავნილი დაუშვათ შეტყობინება. რა დრო ჭირდება, რა დროში ახდენთ მე უკვე დაუშვათ ქსელის დაცლას, დაუშვათ წყლისგან, რომ დაიწყოთ სამუშაოები. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც დარწმუნებული ვარ თქვენთანაც ხშირია ხოლმე ამას საჩივარი, როდესაც უცებ წყდება, იმიტომ რომ მათ შორის ამ ტელევიზიაში ძალიან ხშირად, როდესაც არის ხოლმე ამ ტიპის პრობლემა, ხშირად გვიტყვი, რომ აი უცებ შეწყდა. ანუ როდესაც ინფორმაციას იგებთ, რომ დაუშვათ ესა თუ ის დაზიანება არის, მე რამდენად დროულად ახდენთ მოქალაქეების ინფორმირებას, რომ აი რეალურად მინიმუმ მოასწროს ამ თვე მოქალაქემ დაუშვათ თუნდაც მომარაგება, რომ თუ ხანგრძლივი შეწყვეტა ხდება, ამას კიდევ 24 საათის შემდგომ უკვე სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან. ესე გამოდის რომ მე და კეთი ძალიან კრიტიკულად გამოდიოთ, მაგრამ რეალობა ხო ესეთია და თქვენ ჩვენზე კარგად იცით რა მდგომარეობაც არის ხო? ნუ ავარიულ წვეტასთან დაკავშირებით გიგა ვიტყოდი მეც ჩემი მხრიდან, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ნებისმიერი კომუნალური პროდუქტის მიწოდების შეწყვეტა, ისე რომ წინასწარ ცნობს მოსახლეობას კომპანიამ, თუმცა დაუყოვნებრივი რეაგირება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ კუთხით. მადლობა კეთი, სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი, რომ აქ ორად უნდა გავყოთ ჩვენ დაზიანების რიცხვი, როდესაც ვსაუბრობთ გეგმიურ სამონტაჟო სამუშაოებზე ან გეგმიური დაზიანების აღდგენაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ წინსწრებით ვაცნობთ მომხმარებლებს წვეტის დროს, აღდგენის ხანგრძლივობას და ესე შემდეგ, მაგრამ როდესაც საუბარია არაგეგმიურ წვეტაზე, რომელიც ფაქტობრივად მოხდა, უკვე შეწყდა წყალი და უკვე ხდება ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის, რომ კონკრეტულად რაღაც დაზიანდა და ჩვენ აღდგენის დრო არის განსაზღვრული ამ შეტყობინებაში. თქვენ რაც თქვით, რომ როდესაც მომხმარებელთან მიმართებაში შეტყობინების გაგზავნის ნაწილში არის გარკვეული ტიპის ხარვეზები და მომხმარებლები ამას აპროტესტებენ, მაგ ორად გავყოფთი ამ საკითხს. პირველი ეს არის ბუნება თვითონ წყალმომარაგების სექტორის. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ წვეტაზე, რომელიც რამდენიმე ათას მომხმარებელს ეხება, მოგეხსენებათ, რომ წყალმომარაგების ქსელში ერთდროულად ვერ ხდება წყლის დაცლა, შესაბამისად, როდესაც ანონსდება წვეტა და ჩვენ უკვე ჩავკეტავთ შესაბამის წყაროს ამ ქსელში დაიწყება ქსელის დაცლა, ცალკეულ მომხმარებლებთან წყდება წყალი უფრო ადრე, ვიდრე პირობითად უფრო
უფრო სხვა მოქალაქეებთან გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს შუალედი შეიძლება იყოს 3 საათი ან 6 საათი, ამის ინდივიდუალურად ცალკეული მომხმარებლებისთვის თუ ვის რა მომენტში შეუძლება მომარაგება მიწოდება ფიზიკურად შეუძლებელია, რაც არ უნდა ტექნოლოგიები დავნერგოთ, ხოლო მეორე ნაწილი არის, როდესაც მაგალითად მომხმარებელია აფიქსირებს პრეტენზიას, რომ მას შეუწყდა წყალი, ეს იყო გეგმიური წყვეტა, თუმცა SMS-ი არ მიუღია. ან პირიქით შეიძლება SMS-ი მიიღო, მაგრამ არ მოხდა წყვეტა. დღეს ჩვენი სისტემა რაც აწყობილი არის, რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ცალკეული ქსელის გათიშვაზე და დაზიანების მონაკვეთი იდენტიფიცირებული გვაქვს, ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რა ქუჩებს და რომელ მომხმარებლებს შეუწყდებათ სასმელი წყალი. თუმცა ამ ყველაფრის სისტემაში შეყვანა ხდება მექანიკურად და ეს პროცესი არ არის ავტომატიზირებული. ავტომატიზებაში გულისხმობ ჩვენი გეოსაინფორმაციო სისტემებისა და ბილინგის ბაზების სინქრონიზებას, რა შემთხვევაში ჩვენ უკვე პროგრამულად შევძლებთ ცალკეული კონკრეტული არეალის იდენტიფიცირებას და ავტომატურად მოხდება იმ პირების და მომხმარებლების იდენტიფიცირება, თუ ვისაც შეუწყდება წყალი, რომ გამოირიცხოს ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე პრობლემები, რასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს შესაბამისი ცვლილებები ჩვენს ესე ვთქვათ ბილინგის ბაზასა და გეოსაინფორმაციო სისტემებში და საპილოტე მოდელი ინერგება, სადაც გარკვეული ტიპის ტესტირებას გაივლის, ესე ვთქვათ ეს მოდელი და ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე რისკები. ძალიან მისასალმებელია, როდესაც კომპანია ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ზოგადად ყველა მიმართულებას სჭირდება გარკვეული ინვესტიციის ჩადება. ამაზე არერთხელ გისაუბრიათ თქვენს ბატონ გიგა და აღნიშნავთ, რომ კაპიტალტევადი დარგია წყალმომარაგება ზოგადად და ყველა მიმართულების სწორად განვითარებას და მათ შორის მომსახურების ხარისხის დახვეწას საბოლოო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებული და უწყვეტი მიღებისათვის აუცილებლად სჭირდება გარკვეული სამუშაოების ჩატარება. სწორედ ინვესტიციებიდან გამომდინარე მინდა კითხოთ, რომ 2022 წლიდან Georgia Water and Power-ის მენეჯმენტში შემოვიდა ძალიან ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით და ასე ვთქვათ წარმატებული კომპანია Aqualia, რომელსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები დაანონსა, რომელიც მოიცავს მოცულობით ინვესტიციებს, ხო? 2022 წლიდან დღემდე რა მოცულობის ინვესტიციებია განხორციელებული და როგორც ხედავთ, ძირითადი მიმართულება არის ტექნიკური სამუშაოები. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ Aqualia არის წყალმომარაგების სექტორში საქართველოში პირველი დარგობრივი ინვესტორი, რომელმაც 2022 წლიდან 2024 წლამდე შუალედში ჯამურად 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ Aqualias შემოსვლისთანავე პირველი რაც გაკეთდა, იყო ის, რომ მოხდა სისტემების სიღრმისეული კვლევა, ჩატარდა შესაბამისი აუდიტი, რათა გვცოდნოდა თუ რა მდგომარეობაშია სისტემა, რომ შემდეგ თითოეული საინვესტიციო პროექტი დაგეგმილიყო პრიორიტეტებზე დაყრდნობით და ქონოდა მაქსიმალური ეფექტი. სიღრმისეულ კვლევას უკვე მოყვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოების მიერ გენერალური განვითარების გეგმის დადგენა, ესე ვთქვათ, მომზადება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებისთვის, რომელიც ასევე პირველად მოხდა Georgia Water and Power-ის შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ ის 300 მილიონი ლარი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას მოხმარდა, გასულ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული ინვესტიციაა და ამავდროულად აღინიშნოს, რომ ეს ინვესტიცია წავიდა მიზნობრივად კონკრეტული პრობლემების აღმოფხვის კუთხით. ჩვენ თუ წინა პერიოდზე ვსაუბრობთ ინვესტიციების დეფიციტზე ან არასაკმარისი 2022 წლამდე პერიოდზე ან არასაკმარისი მოცულობის ინვესტიციების განხორციელებაზე, რომელიც ვერ უზრუნველყოს, რომ სისტემა გაუმჯობესების კუთხით წავიდა, ჩვენ უკვე 2000 შეიძლება აღმოფხვრათ, მაგრამ არ იყოს დავუშვათ რეალურად გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, რომ მე იგივე პრობლემა აღარ დავხურვა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სისტემა ძველდება და განახლების ტემპი უნდა იყოს ისეთი, რომ ეს მოძველებული ინფრასტრუქტურა ერთი ჩაანაცვლდეს და რა თქმა უნდა, ეს განახლების ტემპმა უზრუნველყოს კონკრეტული შედეგების გამოგება და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ძირითად საკვანძო მაჩვენებლებზე და გაუმჯობესებებზე, თუნდაც სვეტების რაოდენობის შემცირებაზე, შეიძლება ძალიან დიდი რიცხვი არ არის 20%, თუმცა საგრძნობია და ეს უკვე
უკვე სიგნალია იმისა, რომ ჩვენი განახლების ტემპი იმაზე უფრო მეტია, ვიდრე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, ანუ ნელ-ნელა გაუმჯობესებისკენ მიდის. შესაბამისად, ეს გაზრდილი საინვესტიციო პოლიტიკა, მიზნობრივი ინვესტიციები. კი, 2024 წლის პროექტებიდანაც ჩანს, რომ რასაც მე გავეცანი თქვენს ანგარიშიდან ინფორმაციას, ეს არის ძირითადად მიზნობრივი პროექტები და რეალურად ორიენტირებული იმაზე, რომ შემცირდეს ავარიული წვეტები იქნება თუ დამშილოვანი იყო არ იყოს მხოლოდ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრაზე, რომელიც ხვალ ისევ დადგება ეს პრობლემა და სწორედ ამ მიმართულებით იყო შადებული და ვიდრე დაგემშვიდობებით აუცილებლად მინდა ერთი ნაწილი ვიკითხო იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს ქონდა ჩვენ საკმაოდ ესეთი მასშტაბური პრობლემა, როდესაც მცხეთის მისასვლელთან იყო ძალიან ხანგრძლივად მოგიწიათ მუშაობა, რათა დედაქალაქისთვის წყალმომარაგება აღიდგინათ. აი ამ ტიპის პრობლემების წინაშე რო არ დავდგეთ, რეალურად რას აკეთებთ და გასაგებია ბევრი სხვა თამდები პრობლემა იყო, მაგრამ დავუშვათ წინასწარი მონიტორინგი ამ მიმართულებით მიდის თუ არა მუშაობა, რომ ერთ დღეს 2025-ში, 2026-ში თქვენ მიერ ჩადებული ინვესტიციები მერე წყალში გადახრილი არ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ რეალურად ამ ტიპის პრობლემას მაინც წავაწყდეთ თუნდაც შემდგომ წლებში. და დავამატებდი მაია შენი მიმართვით ამ კითხვას, ძალიან მნიშვნელოვანია ასე დროს საინფორმაციო აქტიურობა და სწორი და ზუსტი დროული ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის. აი ეს ფაქტორიც ერთ-ერთი ხაზგასასმელია კომუნიკაციის ნაწილში მომხმარებელთან და ამ კუთხითაც რომ გავიხსენოთ იგივე წიწამურის შემთხვევა და ზოგადად რა გეგმები აქვს კომპანიას. ხედავთ რომ მომხმარებელთან კომუნიკაცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, გაუმჯობესებულია მათი დროული ინფორმირების ყველა შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, საინფორმაციო მიმართულებით აქტიურად არის გამოყენებული სოციალური ქსელი, ასევე და რა სიახლეები უნდა იყოს მოსალოდნელი 2025 წელს ამ მიმართულებით. რაც შეეხება გასულ წელს წიწამურთან მომხდარ ინციდენტს, ეს იყო ფორს-მაჟორული სიტუაცია ჩვენთვის, მისი წინასწარი, ესე ვთქვათ, შეფასება, რომ ესეთი ტიპის რისკი შეიძლება წარმოშობილიყო ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ყველა ისეთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ ელემენტზე, რომლის დაზიანებასაც დიდი გავლენა აქვს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო მომარაგების კუთხით, გვაქვს ყველა ესეთი აქტივი იდენტიფიცირებული, გვაქვს მათი პრევენციული მოვლა-შენახვის გეგმები და გარდა ამისა მონიტორინგის სისტემები, რათა ადრეული შეტყობინების მხრივ ჩვენ წინასწარ შევძლოთ რისკების იდენტიფიცირება მაქსიმალურად, ვიდრე უშუალოდ ფორს-მაჟორთან ან უმართავ სიტუაციასთან გვექნება ადგილი, რაც შეეხება მომხმარებლის ინფორმირებას და მომხმარებელთან კომუნიკაციას, ჩვენ ამ კუთხით გასულ წელს იანვრიდან ავამოქმედეთ სპეციალური ჯგუფი, რომელიც არის მომხმარებლების მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც ჯგუფიც უზრუნველყოფს ცხელ ხაზზე რამდენიმეჯერ თუ დაფიქსირდა ერთი და იგივე პირის მიერ, ერთი და იგივე საკითხზე პრობლემა, ამ შემთხვევაში მომხმარებლის მხარდაჭერის ჯგუფი უზრუნველყოფს უკავშირს და ჩაღრმავებულად მიდის უკვე ამ კონკრეტულ პირთან გავლა იმ პრობლემის შინაარსის და გადამისამართება უშუალოდ შემსრულებლებთან და მთელი პროცესის მიყოლა, ესე ვთქვათ, ესეთი ტიპის შემთხვევები, რომლებიც მომხმარებლის მხარდაჭერის ჯგუფმა 2024 წლის განმავლობაში გააკეთა 4000 кейსი იყო, ესე ვთქვათ, რომელშიც ჩაერთო უკავშირის კუთხით და ძირითადად რა საკითხებზე იყო უკავშირი? ეს შეიძლება იყოს დაზიანების დროული არაღმოქმრა, ან შეიძლება იყოს რაღაც დარიცხული თანხის კორექტირება, ან შეიძლება საერთოდ იყოს რაღაც საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის დამატებით ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ესე ვთქვათ, დამთავრებული გვაქვს ჩვენი ვებგვერდის განახლება, სადაც ცალკე იქნება მომხმარებლის სივრცე, რომელშიც მომხმარებელი შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მარტივი ფორმით მიღება და ასევე ექნება შესაძლებლობა, რომ კომპანიასთან მარტივად გააკეთოს მათ შორის ოფიციალური მიწერა განცხადების ან სხვა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ და ბუნებრივია ჯორჯია ვოთერ პაუერის ყველა ამ სიახლესთან მიმართებაში კეთით და მთლიან ბიზნეს პარტნიორიც მზად ვართ, რომ აქტიურად მივაწოდოთ მაყურებელს ამ მიმართულებით ინფორმაცია. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კეთი ორი კვირით გემშვიდობებთ და ბატონ გიგასთან ბუნებრივია მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას. ეს იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს მე და თქვენ ერთმანეთს უკვე ხვალ შევხვდებით. მშვიდობიანი დღე, ნახვამდის.